თეატრ აზდაკის ბაღს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება. თეატრი 10 წლისაა და ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და პროფესიონალ მსახიობებს აერთიანებს, რომლებიც საზოგადოებაში სტერეოტიპებს არღვევენ. საიუბილეო საღამო აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში გაიმართა. მთელი დღევანდელი წარმოდგენა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ 10 წლიანი მთლიანი ისტორია იყო, თქვათ ვიდეოებით თუ გახსენებით თუ სტუმრებით თუ ვინც თამაშობდა ჩვენთან, ყველა მოვიდა, ყველა მოგვილოცა, შევაჯამეთ ეს 10 წელი და ამ 10 წელზე კიდე ისეთი მაგარი საჩუქარი მივიღეთ, რომ რა ვიცი ვეღარ ლაპარაკობ ბედნიერებისგან. სახელმწიფო თეატრი გახდა და ეს ამხელ ამბავი მოხდა, ეს არა მარტო ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის ვფიქრობ ძალიან მაგარი რაღაცა ეს პრეცედენტი. ეს და 10 წელია თეატრი. აქ ჩვენ დავარსეთ ბავშვებთან ერთად. განსაკუთრებით ვარ თანაც. რაც მე ამ თეატრში დავდივარ მე. სულ ბავშვებთან მაქვს კარგი ურთიერთობა. მისი თვალი ვარ ამ თეატრის. რომ ცლად ჩვენთ უნდა დონბადის ჰეადასე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თეატრი მინდა მიულოცო 10 წლის იუბილე. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მყისიერად და გუშინ საგანგებოდ მოვიწვიეთ მთავრობის ხდომა, სადაც იურიდიულ ჩარჩოში ჩავსვით ჩვენი გადაწყვეტილება და აზდაკის თეატრს მიენიჭა აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი. ძალიან კარგი პრეცედენტი მოხდა დღეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, ულოცავ ამ თეატრს, მის კოლექტივს და წარმატებას უსურვებ, რასაკვირველია. მე ვფიქრობ, რომ მალე აფხაზეთში ერთად ვიზეიმებთ კიდე არაერთ იუბილეს.